დასიტყვებით ემიგრანტებს. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და გისურვებთ, რა თქმა უნდა, სამშობლოში დაბრუნებას. შეიძლება ვთქვა? კი. პირველ რიგში გამარჯობა. მოგესალმებით თბილისიდან, თქვენი სახლიდან, თქვენი მიწიდან, საქართველოსდან. სინამდვილეში ძალიან გვაკლიხართ. ძალიან გვაკლიხართ და ძალიან კარგი იქნება, რომ დადგეს ოდესმე ისეთი დრო, როცა ცნება ემიგრანტი უბრალოდ გაქრეს ჩვენი ლექსიკონიდან, ჩვენი ცხოვრებიდან და ყველა იყოს ბედნიერი, ყველა იყოს ლაღი თავის მიწა-წყალზე. ყოველი შემთხვევისთვის გეტყვით კიდევ ერთ რამეს, რომ ჩვენი თეატრი არის თბილისში და ჩვენი კარი ყოველთვის თქვენთვის ღია არის, არა როგორც ემიგრანტებისთვის, არამედ როგორც ჩვენი უსაყვარლესი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ძმებისთვის და ჩვენი დებისთვის. ძალიან გვიყვარხართ, ძალიან გვენატრებით და ძალიან გვაკლიხართ. ემიგრანტებს იმას ვეტყობი, რომ მალე გაიხარებინოთ თავიანთი საცადელი და აეხდინოთ თავიანთი სურვილი. მე ასე ვთქვათ, ჭყალებში ემიგრანტი ვიყავი 20 წელი მოღვაწეობდი საზღვარგარეთ რა, ხელბურთელება მე და 20 წელი თამაშობდი ფარგლებს გარეთ და ვიცი ის ნოსტალგიის გრძნობაც, ვიცი მონატრებაც, სამშობლოს სიყვარულის გრძნობა, რომ გიათ მაგდება, ეგეც ვიცი და ვუსურვებდი, რომ ეხლა ეს დღეები, რადგან ჩემთვისაც ამაღელვებელია, ფაქტიურად ხო სამშობლოს პოულობს თავიდან აქ. და ვუსურვებდი, რომ თავიანთი სურვილები, რაც შეიძლება სწრაფად ასრულებოდეთ.